ნიკუშა გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად, ნერვიულობ? არა. შენ? ცოტა კი. ცოტა? კაი, მოდი ხა პატარა შესავალს გავაკეთებ, გუშინ დავწერე, იცი რომ დავწერე, მაგრამ მაყურებელს რო ვუთხრათ, რომ ვთხოვე მაყურებელს, რომ ვინმე სხვა იქნებოდა სურვილი, რომ პირად თემებზე ელაპარაკა და მე მივხვდი, რომ სანამ მაგას სხვას თხოვ, ჯერ შენით უნდა დაიწყო, პირველი სიტყვა შენ უნდა თქვა, ხო და თან წინა პოდკასტზე ორჯერ გახსენე და მე მგონი ურიგო არ იყო შენი მოყვანა დღეს, რას ფიქრობ? როგორც ჩემი შეყვარებული. ეგ რო ფიქრობ, სწორედ ფიქრობ. დრო იყო უკვე? კი, მე მგონი კი. რატო არა? რატო არა? Why not? კაი, აქ მაქვს კითხვები. ესე არ წავიკითხავ, რომ ესე აქ ვიყო, მაგრამ თან დავიხმარებ, რომ არ გამომრჩეს შეკითხვები, რაც მაქვს. იცი შენ ეს შეკითხვები? მიახლოებით. მაგრამ მე არ ვიცი. რაღაცები იცი, რაღაცები შეიძლება შევცვალე. კაი, მოკლედ. პირველი კითხვა არის ცოტა ისეთი. სამი თვისება, რაც გაწუხებს ჩემში, ან გაღიზიანებს. ანუ რა არის, რაც ჩემში გაღიზიანებს? ესე არ მაღიზიანებს არაფერი შენში. ამჯერა იტყუები უკვე. რატო? არის რაღაცები, რაც გაღიზიანებს. აი ტელეფონში რო ხარ, ეგ არ მომწონს, ძალიან ტელეფონში იცი ხოლმე, სხვათა შორის რაც პოდკასტის გაკეთება დავიწყე, საქმიანად ვარ ხშირად ტელეფონში. დარწმუნებული ხარ? კი. კი. ხო, შეიძლება, კაი, всё, ხმას აღარ ამოვიღებ. ტელეფონში რო ხარ. კიდე ხანდახან რაღაცებზე ნერვიულობ, ზედმეტად რაზეც შეიძლება არ ინერვიულო. მეტი, რავი, არ ვიცი, ეს მეტი არაფერი. მარტო ორი, რომ ტელეფონში ვარ და ნერვიულობ. ხო. ნერვიულობ, ის რაღაცებზე, რაზეც ხანდახან შენზე არაა დამოკიდებული. ეგეთ რაღაცებზე ნერვიულობ, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული ზოგადად. თორე შევცვლიდით. კაი, მეორე კითხვა. მოგწონს ჩემი მეგობრები? კი, რავი. კი, მომწონს. კაი მეგობრები. კი, ვისაც ვიცნობ, კი, კაი მეგობრები. ხო, ბევრს ვიცნობ. ყველას არა. ხო, ყველას არა. ხო. ანუ კმაყოფილი ხარ ჩემი არჩევანით მეგობრებში. კი. კაი, არაფერი არ არის, რაც არ მოგწონს ვაფშე? ესე არა, რა ვიცი, მე რა შეხებაც გქონდა შენ მეგობრებთან, კარგად ყველაფერი რა ვიცი. კაი, რას ფიქრობ, რომ შენზე დიდი ვარ ასაკით? ძალიან არა, მაგრამ 2 წელი. ისე 2 წელი ბევრია გოგოს და ბიჭ შორის. რავი, ჩემთვის არ მაქვს მე პრობლემა ეს. ხო, პრობლემა არა. ჩემთვის არანაირი პრობლემა არა. მეთან ახლა რო იყო შენ არ ვიცი 10 წელი დიდი და რაღაც. ხო, 10-ით და ახლა 30-ით კითხვაც არ იქნება დასახმარი. ესე დიდი განსხვავება არა. ხო. ხოლო ციფრები. Oh my god. კაი, აქ რო დავჯექით თქვი, რომ ისე ვქო, ძალიან მომწონსო ჩემი თავი კადრშიო და შენ უფრო გიყვარს კამერები თუ მე შენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ შენ. ხო, მე ვფიქრობ, რომ შენ. არა, შენ გიყვარს უფრო კამერები უეჯველიდან. კაი, შენი აზრით? მე უბრალოდ ფეხბურთს რო ვთამაშობ, გვიღებენ და გიყვართ, ფეხბურთელებს გიყვართ. გვიღებენ უბრალოდ. გვიყვარს რა გვიწევს კამერასთან მუშაობა, არა, თამაშობთ ფეხბურთს და გვიღებენ და всё, მეტი არაფერი. აი, ამ პოდკასტს რო დავდებ, შენი აზრით მე უფრო ხშირად ვუყურებ თუ შენ? შეიძლება მე არც უყურო. ამჯერა იტყუება. შენთან ერთად ვუყურებ, მაგრამ მარტო აი არ ჩართავ ხოლმე და არ ვუყურებ? ერთხელ რო ვუყურებ, კიდე გავიმეორებ. მე რატომ მე ბევრჯერ ვუყურებ და რა პრობლემაა რო ვუყურებ? არა, ერთხელ რო ვუყურებ, აღარ ვუყურებ, რავი, რატო უნდა ვუყურო კიდევ ერთხელ? რატო გამოყავარ ნარცისი რა რატო, ნარცისი რა შუაში რა, ხო შეიძლება რომ აი მოგინდეს ბევრჯერ რომ ნახო რა ილაპარაკე რაღაც ან კარგად ან ცუდად ან ბევრჯერ ერთხელ საკმარისია ალბათ რომ ვუყურებთ. მე ნარცისი ვარ ბევრჯერ რომ ვუყურებ? არა, შენ, მუშაობ, ეს შენი მუშაობაა და შეიძლება ეძებ რაღაცეებს და მე ჩემ თავს ვუყურებ ხოლმე. ლიჩნად. ხო და უპასუხე, გაიცი პასუხი შენ კითხვას. კაი, თავიდან რომ ნახე, პირველად რომ ნახე, გახავს რა მოგეწონა ყველაზე ძალიან? კი, თვალები. თვალები და მე ურთიერთობაში აი რამე არის, რაც მერეც მოგეწონა? ყველაფერი მომეწონა პირველივე დღეს. Oh my god. ხო. რამე არ არის, ერთი ცუდი რამე მითხარი. და რა გითხრა, ცუდი რა? არა, ცუდი არა, მაგრამ აი რაღაცას რო აკეთებ არ მომწონს, ან ეს, აი რაღაცა მარტო დადებითი იქნება, რომ აი ხო ხვდები და რაღაც დავალაგეთ, რომ უკვე აი რაღაცები ვილაპარაკოთ. არ ვიცი რა უნდა გითხრა, ნეგატიურს ელოდები თუ რა? არა, რატო ველოდები ნეგატიურს, მაგრამ რამე ისეთი რა. როგორი? აი დიდი ხანი რო გარეთ გავდივარ ხოლმე, ხო არ გიყვარს? აი გუშინ, ხო, გამიბრაზდი ცოტა. რაზე? გარეთ გასვლაზე.
ნუ არა, ეხა ესე დიდი ხანიც არ გადიხარ ხოლმე ეხა. არა, ნუ ხა დიდი ხანი და თენებით არა, მაგრამ ხო, და მე არ ვიცი, ჩემთვის, არაფერი არ არის ნეგატიური რო ვთქვა და რატო გინდა რომ მაინც და მაინც ნეგატიური ვთქვა, ვერ ხვდები. აი რო გავქრე, უცებ. რო გაიღვიძო და აღარ ვარ, ყველაზე მეტად რა დაგაკლდება. ნუ შენ დამაკლდები. ხო, ჯერ ვერ წარმოვიდგენ მაგას რო გაქრე, ხო, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ყველაზე მეტად რა დაგაკლდება, ადამიანის გარდა. ხასიათი შენ და რავი, ენერგია და ყველაფერი შენი. ხო, fair point. შენ? ხო, მე ალბათ სითბო დამაკლდება ყველაზე და. ხო, მე ყველაფერს გულისხმობ სითბოს და ყველაფერს. ხო, ეხა ეგრე ყველაფერი დაგაკლდება, მაგრამ ყველაზე მეტად რა დაგაკლდება, არ არის ყველაფერი, არის. ხო, სითბო, ენერგია და შენ რო გხედავ, წყნარდები და მომწონს რა, რო ვერ გხედავ, ცოტა ნერვებზე ვარ და რაღაც. ხო, ეხა ეგეთი მომენტი არ გქონია ჯერ, რომ ძალიან დიდი ხანი ერთმანეთი არ გვენახა. ხო. რა არის შენთვის დიდი ხანი? დიდი ხანი, რავი, ალბათ რამოდენიმე თვე. ხო, რამოდენიმე თვე არ გქონია. ხო, მაქსიმუმ რავი 1-2 კვირა. 1 თვეც. 1 თვე არც ერთხელ ჯერჯერობით. 20 დღე. ხო, კაი, 20 დღე შეიძლება. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში, რაც შეყარებული გყავს, აი ჩემზე არის ლაპარაკო, აი ზოგადად რა შეიცვალა? ხო, ჩემზე, ადრე უფრო, მარტო ვიყავი და რაღაც ჩემ თავზე ვფიქრობდი ალბათ უფრო მარტო რა. ეხა ესე და ეხა, ეგრე აღარ ვარ. შენზე ვფიქრობ რაღაც, რო ვაკეთებ. ხო, მეც მითვალისწინებ. შენს გითვალისწინებ კი არა, შენ ხარ და ერთად რა. ხო, მეც ეგრე ვარ. ეგ არის რაც ყველაზე დიდი ეგ არის ალბათ რაც შეიცვალა. ჩემთვისაც. და სხვა აი რაღაც არის, რაც აი ყველაზე არა გენატრება და ეხა სხვა გოგოებთან გაპრანჭო გენატრება თუ არა, მაგას ეხა აბა სხვა რა უნდა გენატრებოდეს. არ ვიცი, აბა რისკი. აი რაღაც რა უნდა გენატრებოდეს ვხვდები. რას გიგრძალა? ხო, არაფერს, რას მიგრძალა? არა, მინდოდა რომ მეკითხა, რომ რა შეიცვალა, ყველაზე მეტად შენ თავი რას შეამჩნია, რომ შეგეცვალა, თავი აქეთ გადმოწია ჯობია. აქეთ? ხო. რა შეიცვალა? ხო. რაც შეყარებული გყავს. ხო გითხარი, რაც შეიცვალა? არა. ჩემზე ფიქრობ, კაი კიდე? რავი, კიდე რა შეიცვალა, არაფერი, რავი, ესე არაფერი არ შეცვლა. ხო, დიდად არაფერი, კაი, შენ გინდა რომ რამე მკითხო? შენთვის რა შეიცვალა? რავი, ჩემთვისაც. გიბრუნებ იგივე კითხვებს, რაც მისმევ. ყველას? ხო. კაი, ჩემთვის რა შეიცვალა, ჩემთვის, ხო, იგივე რომ მარტო აღარ ვარ და შენზეც ვფიქრობ, ეხლა რაღაც გადაწყვეტილებებს რო ვიღებ და მომავლის გეგმებზე როცა ვფიქრობ ხოლმე, შენთან ერთად ვხედავ ხოლმე, მარტო აღარ მიფიქრება ხოლმე არაფერზე რა. კიდე რავი რა შეიცვალა. ხო, მართალი ხარ, რთული არის კითხვების. ხო, რთული კითხვაა ძალიან, მეტი არ ვიცი ახლა რა გიპასუხო ამ კითხვაზე. კაი, კიდე მკითხე მაშინ, თორე რაღაც გგონია რომ გიტევ და მინდა რომ ისეთ რაღაცებს ვილაპარაკო. წამყვანი ხარ შენ და მე ვარ სტუმარი. კაი, მკითხე ერთი შეგიძლია რომ მკითხო. მე კითხავ, გვაქვს დრო კიდე. ჯერ არ მაქვს ესე კითხვა. არა, აბა გიბრუნება. დაგიბრუნე უკვე კითხვა და მიპასუხე. კაი, ხა დავიწყოთ, შენ ფეხბურთზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მე მეტი კითხვა აღარ მაქვს. ხო, გაკიდე. იმენა ბლიც კითხვებზე, ისე კი, არაფერი, მეტი არაფერი და მორჩა კითხვები. ჩვენ ესე გვასწავლეს ფეხბურთელებს. რომ ცოტა ილაპარაკეთ. ცოტა ილაპარაკეთ. რომ ბევრი სისულელე არ თქვათო. სისულელე არ ვიცი, მაგრამ ცოტა ილაპარაკეთო, ესე გვასწავლეს, არ ვიცი და ეგრე გპასუხობ. მე ძალიან სულად არაპირებდი ცოტას ლაპარაკდეს, ბოლოს მოგცა ვინმე მეგეთი რჩება? არა, მართლა გეუბნები ეგეთ პარიზში რო ვიყავი ამ სკოლა აკადემიაში პესერში, გაკვეთილი ქონდა მედიაზე და გვეუბნებოდნენ რომ ბევრი არ ილაპარაკოთო რა, კონკრეტულად რო გექნებათო კითხვაო, კონკრეტულად მოკლედ უპასუხეთო და ეგრე მასწავლეს და ეგრე რაღაც კითხვაზე რაცაც იმაზე მეტი უნდა უპასუხო, ვიდრე კიდე არა, იქაც კიდე არა უპასუხეთო თუ რას გასწავლიდნენ. არ ვიცი, ეგრე გვავარჯიშებდნენ, ეგეთ გაკვეთილი იყო და რა ვიცი. მაგარი არის. კაი, პესეჟე ვახსენე და გველაპარაკე მაგაზე. ძალიან ამაყობ მაგ პერიოდით შენი ცხოვრების და მგონი სახსენებელი არის. ამაყობ რას ამაყოც არის რეალურად. ყველა იამაყებდა. აკადემიაში იყავი ხო? 2 წელი კი.
კაი იყო. კი, ძალიან. ნუ вообще, ანუ არიან ყველაფერი, ხო. ტრენერები, ფეხბურთელები. ხო, ნუ რა თქმა უნდა. ძალიან სხვაგან არიან. კაი, მოდი გადავიდეთ მაშინ ფეხბურთზე. გადავიდეთ. ოღონდ აქაც რაც გასწავლის იმ პრინციპით თუ ცოტა სხვანაირი პრინციპით. კაი. მოკლედ, ეხა მითხარი როგორი არის ნიკუშა თამაშის დღეს დილიდან საღამომდე. რავი, კარგ ხასიათზე. იმიტომ რომ ვიცი რომ თამაში მაქვს და კარგ ხასიათზე ვარ. კონცენტრირებული. ხო, კონცენტრირებული, იმიტომ რომ მე ის დღე არ ვარსებობ შენთვის. ნუ რატო? ნუ ეგრეა. ნუ ხო, ცოტა ხო, არა, ძალიან კაია. მეც ჭირდება ხოლმე ეგეთი დღეები. რის თქმა გინდა? არაფერი. რის თქმა გინდა? არა, მიპასუხე. ხო, ნუ ასე ვთქვათ, ჩემპიონში ვარ რა და თამარზე ვფიქრობ, რა იქნება, როგორ იქნება, კონცენტრირებული, კარგ ხასიათზე და რავი. ხო. კაი, რამე აი superstition როგორ არის, აი ცრურწმენა, ან აი რაღაც, რომ აი იმ თამაშზე კარგად ითამაშო, ან აი გოლი გაიტანო, რაღაც გააქვს, რასაც აკეთებ თამაშამდე? ნუ ესე არა, მაგრამ აი შევდივარ მაგალითად საბანაოდ, სანამ თამარზე. ტუალეტშიც. ხო, ნუ ეგ არ იყო საჭირო. რატო? მაგრამ ხო, ნუ საბანაოდ შევდივარ და აუცილებლად მუსიკა უნდა მქონდეს, ხმამაღლა რა. ანუ დინამიკი უნდა მქონდეს პატარა რაღაც, რაც მიმაქვს, დამაქვს სულ და მუსიკა მაღალ ხმაზე და ხო, ბანაობ რა. ეგ ერთი. სხვა რა, აი მოედანზე. უცნაური ეგ არის ალბათ ერთ-ერთი. არა, რავი, უცნაური ვაფშე არ არის. აი მოედანზე გასვლისას ნუ მარჯვენა ფეხით შევდივარ, პირჯვარს ვიწერ და всё. ეგ მაგას ყველა აკეთებს. ზოგი აი დახტება ზოლთან, ზოგი ეგ რაღაც common რაღაცები არის. არა, ყველა არ შეება ხა რატო? ყველა ქრისტიანია? ნუ არა, მაგრამ ზოგი რავი მუხლებზე დადგება. ნუ რაღაცა ხო. რელიგიურ რაღაცებს აკეთებენ. ხო, ქართველები ბევრი აკეთებს, მაგრამ საფრანგეთში არ მინახავს ხა რო აკეთებდნენ მაგას. მე ეგრე კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ დაგიჭერებ. კაი, ეხლა ცოტა გაგირთულებ. ფეხბურთის სამყაროში რას ვერ იტან? ოღონდ რამე ისეთი არ თქვა, რომ წინ დაგხვდეს რა, ანუ რას ვერ ვიტან? ხო, გუწფელად ოღონდ რა. ნუ რაღაცნაირი უსამართლობები ხდება ხოლმე ხანდახან რა. რაც გულდასაწყვეტია ეგ ფეხბურთელისთვის ხანდახან და მაგან არ უნდა გაგტეხოს რა. აი ყველაზე დიდი ეგ არის ალბათ. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს შენ კარიერაში, უსამართლოდ, რომ ხო, უსამართლოდ. ხო, ძალიან ძნელია რა მე ფსიქოლოგიურად და ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ეს გადალახო და მე დაბრუნდე კიდევ. ანუ უსამართლობები არის, რასაც ვერ იტან? კი. ეგ ყველაზე დიდი ეგ არის. უსამართლობა ბევრ რაღაცაში შეიძლება რომ უსამართლობა ბევრ რაღაცაში შეიძლება რომ დაუძახო, შეიძლება ტრამვაც უსამართლობა იყოს, ხდების, სამყაროსგან. არა, ტრამვას არ გულისხმობდი ახლა ტრამვას. არა, ვიცი რომ ტრამვას არ გულისხმობდი, მაგრამ ტრამვა უსამართლოში არ გადის ჩემი აზრით, ეგ შეიძლება არ გაგიმართლოს ან რაღაც. და ტრამვა ხო რა. აი რა არის ყველაზე უსამართლო, აი უფრო რომ დაკონკრეტდე. აი რა შეიძლება ესე პირო იმსახურებდე თამაშს მაგალითად და არ გათამაშებდნენ და იმიტომ რომ სხვა უფრო მოწონ თუ შეიძლება ხო ტრენერი ფიქრობს რომ ის უკეთესია ან არ ვიცი ბევრი ფაქტორია რა რაც შეიძლება ტრენერს მოწონდეს ის და შენ მაგალითად კარგად ივარჯი შეესკვირა და იმსახურებ თამაშს მაგრამ ის ბიჭი მოწონს და ის ბიჭი ითამაშებს და შენზე არ არის დამოკიდებული ტრენერი წყვეტს ხო მესმის და შენ მერე მოდიხარ ან სკამზე ხარ ან განაცხადში არ ხარ და გძნობ რომ აი რატო არასაჭირო ხარ არასაჭირო გააჩნია ტრენერსაც გააჩნია როგორ გექცევა რა შეიძლება არ გათამაშოს და ტრენერმა ისე გაგზნომინოს თავი რომ ძალიან საჭირო ხარ და ხო მნიშვნელოვანი ხარ და დაგელაპარაკოს და ფეხბურთელმა გაიგოს და დაწყნარდე. რა თქმა უნდა ეხა შენ არ მოგეწონება ეგ, იმიტომ რომ სულ თამაში გინდა ეხა ფეხბურთელი ხარ და როგორ უნდა იყო ყმაყოფილი ხარ რომ ტრენერმა გითხრას რომ აი დღეს არ ხარ მზად და სხვას დავაყენე. მაგრამ რო დაგელაპარაკება სიმპათიას რაღაცას მიიღებ მისგან და ხო შენც იგივენაირად იქნები განწყობილი. ხო შემდეგ ვარჯიში იქნება თუ თამაში იქნება იქნები მზად რომ გამოხვიდე და დაამტკიცო რომ
იმსახურებ თამაშს. აი, როცა უსამართლობას გრძნობ ხოლმე, ანუ პირველი შენი შეგრძნებები რა არის, მე კი ვიცი, მაგრამ ანუ აი ბრაზი, წყენა თუ мотиваცია, ანუ ხა აი რომელი არის ხოლმე ამ სამში, ან თუ კიდე დამატებითად არის რამე? ნუ პირველი გრძნობა мотиваცია რო არა, უეჭველი. ეგ უეჭველი, იმიტომ რომ ნუ პირველი გრძნობა გაკ ბრაზი და არ ვიცი, აი რას ვlapარაკობდი, ანუ უსამართლობა, სულ რაღაც, ანუ ეგეთი გრძნობა გაქვს რა. და მერე ანუ ეგ უნდა გადაზარდო შენ мотиваციაში. უნდა ეცადო ახლა, ძალიან ძნელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ნუ სხვა ეგეთია რა, ესეთია ეს სპორტი და უნდა გადალახო და ეს უსამართლობა ბრაზი თუ რაც იქნება, გადაიყვანო мотиваციაში. კი ეგრეა. კაი, აი როგორც ხვდები და ეხა მე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც ერთად ვართ, ანუ სულ ხვდები ხოლმე რომ ანუ ყველაზე მეტი ალბათ ამ კარიერაში არის დამოკიდებული ტრენერზე. ძირითადი რაღაცები. ხო ეგრე არის. კი, ტრენერზე ნუ ბევრია დამოკიდებული. ხო, ანუ რაღაც მხრივ ნუ აგენტი ცალსახად ანუ იღებს მონაწილეობას რომ შენ კაი დილები გაარტყა, კარგ გუნდში მოხვდე, მაგრამ ტრენერი არის ადამიანი, რომელიც რეალურად ჩანს გაძლევს შენ ან შენი თავი გამოაჩინო ან გენდობა. ჩაქწევს ისეთ ადგილას რომ კი. შეიძლება ყველამ შენზე დაივიწყოს. ანუ ტრენერი შეუძლია ან დაგანგრიოს ან აგაშენოს. ხო და აი ეგ არის შენი აზრით ტრენერები ან უმეტესწილად აშენებენ ფეხბურთელებს თუ ანგრევენ პირიქით, ან თუ მაგას ძალით აკეთებენ, აი რატო ხდება ხოლმე ეგრე? შენს გქონია ეგეთი გამოცდილებები, როცა გიგრძნია, რომ ანუ ტრენერს, ანუ ყოფილა შემთხვევა, როცა შენ გამოგიხატავს ტრენერთან, რომ აი გიგრძნია, რომ მოკლედ არ ესიმპათიურები და გითქვამს, რომ აი მომეცი შანსი, რომ გამოვასწორო, რა გინდა რომ შევცვალო, გავაკეთებ, მაგრამ აი მიგიღია პასუხი, რომ აიცი რა არის, აი არაფერი და აი ეგ ხო რაღაც მან ხო ჩანს, რომ ეს რაღაც გებრძვის, ანუ უფრო განგრევს და აი შენი აზრით ესეთი შემთხვევები აი ხო აი ანუ რომელ შევა უფრო ტრენერი რეალურად რა შენ შემთხვევაში? ძნელია, იცი ამაზე რო გიპასუხო, იმიტომ რომ ესე ვერ ვიტყვი რომელ შევა ანგრევს თუ აშენებს კონკრეტულად ვერ გეტყვი, ანუ რომელი უფრო არის. იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი ხო გააჩნია, ძალიან ბევრი ტრენერი ისე ექცევა ფეხბურთელებს, რომ მართლა აშენებს და ენდობა და ძალიან ეს ფეხბურთელიც მერე უმართლებს, თამაშობს და იწყობს ამ კარიერას და ზოგი ტრენერი ხო რა, ზოგი ტრენერი ანუ არ აინტერესებს შენი კარიერა, არაფერი არ აინტერესებს და ანუ არც ცდილობს რომ შენ დაგეხმაროს ან რაღაცა, ანუ პირიქით ხო რაღაც, ანუ ხდება ეგეთი რაღაცეები სამწუხაროდ რა. ესეც ფეხბურთის ერთ-ერთი კომპონენტია თუ არ ვიცი როგორ დავარქვა, რომ აი შეიძლება ტრენერს ესე არ მოეწონო და всё გითხრას, რომ ხვალ აი სატრანსფეროები რო არის, გითხრას, რომ ჩაალაგე და წადი, არ მომწონხარ. გაწუხებს, რომ ზოგ ფეხბურთელს გზა უფრო მარტივად გაეხსნა ვიდრე შენ? არა, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ ყველას თავისი გზა აქვს და ყველას. ანუ აი არასდროს არ შეგიჭრა, ანუ რაღაცა, რავი, ძალიან ბევრს უჭირს, რომ თქვას, რომ რაღაცა ხანდახან თავი უგრძნია, რომ რაღაცა ხო შეუწუხებია და ანუ მე ძალიან მარტივად ვაღიარებ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს რა და ანუ აი დავიჯერო ხა შენც არ ქონია შემთხვევა რომ აი ანუ რეალურად შენ ძალიან კარგ გუნდებში გითამაშია და ანუ რეალურად შეგეძლო რომ ძალიან დღეს ძალიან კარგ ადგილას ყოფილიყავი ხვდები და აი ეგ ფიქრი როცა გქონია თან მაგის საშუალება ის არ არის რომ არ გქონია და რაღაცა ილუზიებით აწყობ აი არ შეუწუხები ხარ მაგას რომ ანუ არ დაუბოღმილვარ სხვაზე რომ მე თქვას რომ აი იცი რატო ეს მოხდა და მე არ მოხდი ანუ ის ბიჭიც შრომობს ის ბიჭიც ვარჯიშობს და ისიც მოხდა ანუ კონკრეტულზე ანუ არ გაქვს ლაპარაკი პროსტა იძახი არ მაქვს უბრალოდ შეიძლება ეხლა რომ ჩავრთვა არ ვიცი მილანი და ინტერი რო თამაშობს შეიძლება რომ ჩავრთავ და ეგეც ნუ ანუ არ ვიბოღმე мотиваციას მაძლევს რომ აი რო უყურებ მინდა მან თამაში რა ხო თორე ესე არა ანუ პირიქით მიხარია ხოლმე როცა ვიღაცა რაღაცას აღწევს და წარმატებას აღწევს რავი პირიქით ძალიან მიხარია და მე იმის მჯერა რომ ყველას თავისი გზა აქვს და მე ჩემი გზა მაქვს და შეიძლება მე მომიწევს ცოტა წვალება რომ იმას მივახციო რაც მინდა უეჭველი ცოტა ძალიან წვალება არა უშავს ხო არა უშავს
შენთვის ყველაზე რთული წელი თუ სეზონი რომელი იყო? ან არის? ყველაზე რთული ალბათ როდესში რო ვიყავი საფრანგეთში, იმიტომ რომ ვაფშე არ ვთამაშობდი. რამდენი ხანი იყავი იქ? 1 წელი ვიყავი და არ მითამაშია რა. ვაფშე თამაში არ მითამაშია და ეგ იყო ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ხა ფეხბურთელი რო ხარ, სულ გინდა მოედანზე იყო და ითამაშო და ისე მოხდა რომ თან დამპირდნენ რომ როტაციაში ვიქნებოდი და ვითამაშებდი და ისე მოხდა რომ თამაში არ მქონდა თამაშები როდეში და ძალიან ძნელი იყო ეგ ფსიქოლოგიურად ჩემთვის. ხო. მაგრამ მაგის მერე ითამაშე. მაგის მერე ვითამაშე კი, მაგის მერე ვითამაშე და ყველაზე რთულად ეგ პერიოდი გახსენდება, როცა საფრანგეთში იყავი? ყველაზე რთულად ალბათ ეგ პერიოდი იყო რა. მაგრამ ეს წელიც ჩემთვის რთული იყო იმიტომ რომ ჩამოვედი რაღაც საქართველოში და მინდოდა რომ ხო მე მახსოვს რომ შენ ძალიან გიხარდა საქართველოში როცა ჩამოხვედი და ძალიან რაღაცა მშობლიურ ქვეყანაში თამაში ალბათ და დინამო თბილისში ჩამოვედი რაც ბავშვობიდან მესმის რომ და ვიცი რომ ძალიან დიდი კლუბია და სულ ჩემთვის დინამო თბილისი იყო ისეთი ძალიან დიდი კლუბი და დაჟე რომ მივდიოდი ვარჯიშზე სულ მიხაროდა მაიკის ჩაცმა და არ ვიცი ბაზაზე მისვლა ხო მახსოვს კი ეგრე დინამო არენაზე ბორის პაიჭაძეზე მისვლა და იქ მოედანზე შესვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და აი სხვანაირი კლუბი იყო მაგრამ სამწუხაროდ არ მომიწია იმდენი თამაში რამდენსაც მე ველოდი და ეგეც ალბათ შეიძლება ითქვას რომ იმდენი თუ თითქმის არ გითამაშე თითქმის ხო თითქმის შეიძლება ეგრეც ითქვას რომ ხო თითქმის არც ვითამაშე რა და ეს სეზონიც შეიძლება ითქვას რომ რთული იყო ხო რთული იყო ეს სეზონი ძალიან მაგრამ როდეზის ალბათ უფრო რთული იმიტომ რომ არ ვთამაშობდი ხა რაღაც წუთები მაინც მქონდა რაღაცა კაი და როგორც ფეხბურთელისთვის აი გიგზნია თუ არა რომ აი ხალხი აი უფრო მაშინ არის შენ გვერდით როცა კარგად ხარ აი ეხა ხო რაღაც არ არის შენზე spotlight-ი არ არის ეხა შენზე ბუმი და თითქოს აი რაღაც აი გზნობ განსხვავებას როცა არ არსებობს ხო ეგრეა კი ხო სამწუხაროდ ეგრეა მაგრამ მიჩვეული ვარ ვიცი უკვე იმიტომ რომ მქონია ისიც და ისიც მაგ ნანახი ასე ხო შეიძლება არ მაქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული მაგრამ კარგათაც ყოფილი ვარ და არ მაქვს შეიძლება კარგათაც ყოფილი ვარ და ცუდათაც და მან ხედავ რა ვინ არის შენს გვერდით და ვინ არის შენ გვერდით როცა ყველაფერი კარგად არის აი ყოფილა ისეთი მომენტი რომ აი ვიღაც უნდა ყოფილიყო და უეჭველი არისო იცი მე უკვე აღარც არც წყინს რა აღარც ველოდი არა ყოფილა თუ არა ეხა ესე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ ეხლა კონკრეტულად არ მაინტერესებს აი იყო თუ არ იყო რომ ვიღაც ადამიანებისგან ელოდებოდი რაღაც მხარდაჭერას და კი ტრაკი დაგანახეს მაგალითად კი ეგ მარტო ფეხბურთში არა ზოგადად ცხოვრებაში მე მგონი ყველასთან ყოფილა და არც სიმართლე გინდა არც მეწყინა ეგეთი რაღაც რომ მოხდა არც მეწყინა მივხვდი რომ ეგრეა რა და კარგად იყოს რაღაც ყველა ვინც არ არის კაი საქართველოს ფეხბურთი თუ როგორ უნდა ვთქვა საქართველოს ფეხბურთზე ვილაპარაკოთ ახლა იმიტომ რომ პირველად არის რაც საქართველოში გიწევს ყოფნა ერთი სეზონი ხარ ხო ეგრე და მე რატო ვერ ყვევი ესეც უკვე რატო არ უნდა ვერკვევი ხო ეს იყო ის რომ აი კომპლიმენტი გავუკეთე ჩემთვის. ხო და ხო ვილაპარაკოთ საქართველოს ფეხბურთზე. ის უკვე ვთქვი რომ ძალიან გიხარო და აქ როცა ჩამოხვედი და ძალიან პასუხისმგებლობით იყავი განწყობილი. ვიცი რომ ძალიან გინდა ნაკრებში თამაში. და რავი, ყველას უნდა ეხა. ხო, ეხა ყველა ქართულ ფეხბურთელს უნდა ნაკრებში თამაში. ხო. და აი უსამართლობის განცდაზე როცა ლაპარაკობდით, აი დავიჯერო არ ყოფილა შენ ცხოვრებაში, ისეთი მომენტი, როცა უნდა გამოეძახე და ქონდა რაღაც ჰაილაითი, ხო, ქონდა რაღაც ასაკში, რომ ეცა აი ძალიან. კი, იყო ასაკობრივშიც იყო. ხო, გამოგიძახე ეს? კი, თავიდან ვიყავი გამოძახებული გოლიც მაგათანილ აზერბაიჯანთან და კი, იყო ბევრი მომენტი, სადაც მერე არ გამომიძახეს და ძალიან გული დამწყდა, თუ არ ვიცი როგორ თქვა რა, ძალიან გულდასაწყვეტია, როცა თამაშობ შენ არ ვიცი საფრანგეთში ხარ, იქ ხარ, აქ ხარ და
ანუ შენ არ გიძახებენ ნაკრებში თუნდაც ასაკობრივი იყო ეს და მერეც ფიქრობ რომ რაღაც შანსს ვიმსახურებდი. ეხა არ მაქვს ლაპარაკი, ეხა თუმცა ეხა მომავალში გააქვს დიდი გეგმები. თუმცა ხო, ანუ ფეხბურთი ისეთია, რომ ანუ არ იცი რა ხდება, შეიძლება ერთ წელიწადში ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი ფეხბურთში. ერთ წელიწადში კი არა, შეიძლება ორ თვეში უცბად სხვაგან აღმოჩნდე და ამიტომ ეგ ანუ არავინ არ იცის რა როგორ მოხდება, მაგრამ კი ანუ წარსულში არის არა, შენ უნდა იყო პასუხისმგებელი, ანუ შენ თავზე და შენ ანუ ყველანაირი პოტენციალი და მიზანი და სურვილი გაქვს იმის, რომ ანუ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ მართლა. იმიტომ არა რომ ჩემი შეყვარებული ხარ, ანუ რო გიყურებ ხოლმე ყოველ დღე, აი მე არ ვიცი სხვა ფეხბურთელები როგორ ცხოვრობენ, მაგრამ აი რაღაც ზოგს თქვა დალევა უყვარს და თავს შეიკავებს, რომ ეხა ვარჯიში მაქვს ხვალ არ დავлен, ზოგი მაინც დალევს, ზოგი სადღაც გაათენებს, ზოგი აი რავი და შენ აი რაღაცა აი ბავშვურად ეხა არ გაბრაზდე, მაგრამ აი ბავშვურად დისციპლინირებული ადამიანი ხარ და აი აბა ადრე დავიწინო, აბა სწორად ვჭამო, აბა ის გავაკეთო ეს და აი მართლა მგონია რომ ეგეთი სიყვარული და ეგეთი სურვილი რაღაცაში რო იყო წარმატებული, ესე არ დაიკარგება და დარწმუნებული ვარ რომ შენ გზას ნახავ წარმატების. სიამოვნებს მაგას რო იძახი და რო ხედავ მაგას. ძალიან სასიამოვნოა. მეც ძალიან სიამოვნებს რო ვხედავ მაგას. კიდე მითხარი, შენი მომავალი გეგმები რა არის? მომავალი გეგმები რა? გუნდები ანუ რა გეცდა? არა, ნუ აი რაღაცა dream ხო გაქვს? ნუ ნაკრები უეჭველი არის რაღაც. ნუ კი, ნაკრები ახლა ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში მეთამაშე. ნუ ახლა აღარ ხარ ბავშვი. ხო, ანუ ხო, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ ბავშვობიდან მომყვება ეს სურვილი და ოცნება საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. ხო, ამოიცადე შენი პოზიციაო თქვათ რა ხარ. უნდა გაყიდო. კლუბები. უნდა გაყიდო. თავდასხმელი. ხო. ცენტრალური. აი ესე იგივე ასაკის რო ხარ და აი რაღაც რო უყურებ რო სხვები აი არ ვიცი თამაშობენ და რაღაც, ანუ აი ცოტა მაინც არის გრუზები რომ შენც შეგეძლო რომ იქ ყოფილიყავი და არ ხარ? ხო და აი მაგალითად აი ეხა უნდა ვთქვა. მე რო ვიყავი ფეხბურთს ეხა ეთამაშებოდნენ ესპანეთს. ანუ ცოტა გეწყინა რომ წავედი. ანუ რაღაც რეაქცია გაქვს. ხო, ანუ ვერ მივხვდი რატომ ეწყინა? ხო მივხვდი რატომ ეწყინა. მე კი მივხვდი რატო გეწყინა, მაგრამ ანუ მე მაინც წავედი, იმიტომ კი არა რომ შენ არ გაგითვალისწინებ ან რაღაც უბრალოდ, ანუ მივხვდი რომ ანუ ეგ წენა ძალიან ბავშვური იყო და ანუ მეც რო ეგრე მოქცეულიყავი, ანუ მეც რო არ წავსულიყავი, ეგეც ძალიან ბავშვური, ანუ რაღაც აი ბავშვური ქმედების წახალისება იქნებოდა. ნუ რავი, ეხა იმიტომ რომ ნაკრების თამაშია და რაღაც ბოლო პერიოდია შენ გამოცდა რაღაც მიყვარს და ჰაიპი არის და ნუ ეხა წავედი. და ანუ რაღაცა ის გაქვს. ნუ ძალიან პატარა ეხა აბუქებ ძალიან პატარა. ნუ ეხა ვაფშე გამონდა, იმიტომ რომ თან ეხა ესპანეთთან იყო თამაში და რაღაც და მაგიტო რა ესპანეთო რა იყო რა? ნუ ახლა რო ყოფილიყო სომხეთთან რო წასულიყავი, ალბათ შეიძლება უფრო მეტად ვიცი რატო სომხეთთან რო წასულიყავი? ვითომ ანუ ესპანელი ფეხბურთელების გამო. ხო, კაი თამაში იყო და მაგიტომაც ცოტა ნუ აი სომხეთთანაც წავიდოდი რა, რო ყოფილიყო, შეგიძლია იყო ნაწყენი. ნუ მე მანდრეულად ნაკრების, ნუ იამალის ნახვა გამისწორდებოდა, მაგრამ არ იყო იამალი. ხო არ იყო. და გითხარი თამაში. ხო, ეგრევე არ არის. მაგრამ სამაგეროდ ვიღაც იყო 딘 რეალში რო თამაშობს. ხო, 딘 ქვია. ხო, ცენტრალური მცველი. ხო, ნუ აი არ ვიცი ეგრას ნიშნავს, მაგრამ ხო. მაგრამ არ იყო ეგ რეზერვებში იყო ეგეც. ჩემ წინ იჯდა ზუსტად. ხო, რეზერვებში ანუ არ თამაშობდა. შემიძლია მეკნა თავზე. ხო, ანუ წენაზე რომ ანუ მეკითხები რომ შემიძლია იქ ვიყო თუ არა, მე შენ გიპასუხე მაგაზე რომ ყველას თავისი რა თქმა უნდა რომ ხა მინდა რომ საქართველოს ნაკრების მაინც უმეცოს და თამაშზე გავდიოდი და ვთამაშობდი ეგეთ თამაშებს. რა თქმა უნდა და ანუ რომ დავეხმარო რაღაც დავიხარჯო და ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. ხო. კიდე? გაგისწორდა? ხო. მე იქნებ ვამთავრებ ახლა და აღარ. ვამთავრებ, შენ ხარ აღარ გინდა ხო დამთავრე? არა, კარგად დაჯექი ხო? მორჩა, ანუ ეხა არ ვიცი. წამყვანი შენ ხარ. ანუ პირადი მეთქი აი ეხლა მე მინდა რომ ვილაპარაკო პირად ურთიერთობებზე და მე უნდა ვთქვა პირველი სიტყვა და რაღაცები თქვი და ანუ
კი. ხო ილაპარაკე პირად ვილაპარაკე, მაგრამ აი რაღაც უფრო ან მე მინდოდა რომ ანუ იმის გარდა რომ მე შენ გეტყვი რა გინდა. შენ არა, გინდა არა. რომ ნეგატიურად არა, მელაპარაკე არა, ნეგატიურად მე მინდოდა რომ მე მინდოდა რომ ჯამრთელი ეს შემდგარი იყო. ანუ მე მინდოდა რომ უფილტროდ ველაპარაკა რაღაცეებზე. მე ხვდი, იმიტომ რომ შენ ბევრი რაღაც არის რაც არ მოგწონს. მე პროსტა ნახე, მე მინდოდა რომ სამი კურდღელი მინდოდა რომ დამეჭირა ამ პოდკასტით, რა თქვენც რო იცოდეთ. ანუ ერთი იყო ის რომ გავბედავდი, ნუ ისეთი არაფერი არ მithქვამს, ეხა თავს არ ვიკატუნებ, მაგრამ გავბედავდი და ვილაპარაკებდი რაღაც შენ თავს გავაცნობდი ხალხს. მეორე იყო რომ ყოველი პოდკასტის ჩაწერაზე უფრო და უფრო ვუკეთესდები და ესეც ძალიან კაი ის არის ჩემთვის რომ უფრო მოვდუნდე რაღაც ისეს და მესამე იყო ის რომ აი ეს ხალხი რომ იყურებს და რომ ფიქრობს რომ ეს გოგო ვინ არის და რატო წამომჯდარავ აქო იმიტომ რომ ვერ მოდაწერა რატო წამოვჯექი მაგაზე პასუხს ვერ მოგცემთ მეც არ ვიცი მაგრამ ის არის რომ ანუ ჩემთვის უფრო კარგად გავაცნობდი მიხვდი ანუ ეს მინდოდა რომ და ვერ გავაცანი შენ ვერ გავაცანი იმიტომ რომ რაღაცა იდახატე რომ ვარე ძალიან იდეალური ან იდეალურიც არ დაგიხატავს ეხლა დიდად არ გიქი ვარ გიქი ვარ დიდად არ შემაქე მაგრამ ნუ ხა ისიც არ ქენი რომ ეხა ანუ აი დაძაბული იყავი ხო დაძაბული თავიდან მე ანუ დაძაბული ეხა აღარ ხარ ხო ცოტა წითელი ხარ მაგრამ ისე არა უშავს დაძაბული არა მაგრამ მე ანუ შენი სტუმარი იყო შენი შეყვარებული და ახლა როგორ წარმოგედგენა რომ მე რაღაც ცუდი რაღაცები მეთქვა ანუ მე ვერ წარმოვიდგენ რომ არ არის აი ნახე შენში კიდე ყველაზე ძალიან არ მომწონს ანუ რაღაცა ძალიან უკიდურესიდან უკიდურესამდე შეგიძლია რომ ისე წახვიდე და წამოხვიდე რომ არ დაფიქრდე ანუ ცუდი თვისება ყველა ადამიანს გვაქვს და თუ მაგას ერთმანეთში ვერ დავინახავ და გითხარი მე ცუდი არა გავიგე მაგრამ ანუ რატო უნდა მელანძღეო და არავის არ ვთქვამს რომ უნდა გელანძღე просто ანუ ცუდი თვისება გითხარი და შენ საყარელ ადამიანზე მე ეგრე მგონია რა და ანუ ესეც ჩემგან იყოს ერთი რჩევა ბონუსად და თქვენთვისაც საყარელი ადამიანი არ არის რაღაცა ფრთაშესხმული ანგელოზი ანუ ჩვენ შეიძლება შენ საყარელ ადამიანებს გქონდეთ რაღაც ცუდი თვისებები და იმიტომ რომ არიან ჩვენი საყარელი ადამიანები იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა დაინახო პირიქით რაც უფრო კარგად დაინახა მით უფრო კარგად იცნობ და ეგეც გაახლოვებს რამე არის ის თქმაც გინდა მე არა აი როგორ გიყვარვარ მაგალითად კი ძალიან მიყვარხარ ყველაზე ძალიან მაგრამ ეგ არა ეს ახლა ვიხუმრე ანუ რავი აი რამე არ ვიცი იქნებ რაღაცის თქმა კიდე შეგილია არის თქმაც გინდა და მგონი ძალიან კაი სივრცე არის მაგისთვის რომ თქვა ნუ ესე არაფერი ყველაფერი ვილაპარაკე რაზეც ახლა რა კითხვებიც ქონდა ძალიან კაი კითხვები ქონდა და სულ მართლა და კიდე აი ეს უნდა შევაქო ახლა ჩემი თავი რა ახლა შენ თუნდა გამოვიყენო ეს იმიტომ რომ სხვა რო იჯდება ძალიან გამიტყდება ანუ აი მართლა ყველაფერს ჩემი თვაკეთებ ყველაფერს კი ობიექტურად სივრცეში ვარ სადაც ვიწერთ და არის ოპერატორი მე მონტაჟე მაგრამ ანუ მაგის იქით ხო მგონი კაია და ძალიან კარგად გამოდის დასაწყისისთვის ძალიან კარგად გამოდის ნახდათ ხო არ ვიცი ახლა ძალიან კარგად თუ ძალიან ცუდად რაღაცა კეთდება და რაც მე მსიამოვნებს და იმედია რომ სხვებსაც შეძლებს დაგვარად მაგრამ კიდე იმასაც ვიტყოდი რა რომ ძალიან მადლობელი ვარ იმიტომ რომ ძალიან მართლა ძალიან ბევრი კაი კომენტარი მომდის ძალიან კი და ანუ მართლა თქვი როგორ მიხარია? კი, ძალიან გიხარია და ნუ ტყუილადაც არ მომდის ახლა. არა, რატო? არა, მე არ ტყუილად თუ არა ტყუილად, ანუ მე მგონია რომ აი ეს ხალხი ვინც მართლა მწერს და ძალიან მე სიყვარულებიან, ანუ ძალიან თავის დროს რო ჩემზე ხარჯავენ, თუნდაც რო უყურებენ ამ პოდკასტს, იმიტომ რომ აქ არაფერი საგანმანათლებო და ისეთი არ არის, ანუ რო უყურებენ და დროს რო ხარჯავენ და მე კიდე ექსტრათ რო ხარჯავენ დროს და მე მწერენ რომ მოგწონ ხარ და რაღაც ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველას და დაჟე აი ისინი ვისაც არ მოგწონვარ და თუ რაღაცეებს მწერენ ეგენიც ჩემზე დროს ხარჯავენ და მაგათაც მადლობა შენი საქმის ნაწილია დავამშვიდობოთ არა მე არ მომშვიდობები ხოლმე ეს მე ანუ ნაკლები კომუნიკაცია მაქვს იქით იმიტომ რომ კამერების მწვენია ცოტა ეხა დღეს რამოდენიმეჯერ შევაპარე თვალი მწვენია კამერების ხა ხო იცი მაგრამ უკვე აღარა წინ მიდევს. ანუ ხო, შენ გემშვიდობები რა. წარმატებას გისურვებ მართლა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ შენ კარიერაში. და მე ვიცი, მე მჯერა, რომ შენ ძალიან მალე ძალიან დიდ მწვერვალებს დაიპყრობ.
და ვისაც არ ერთად. ჯერა, ძალიან სულად აქვს საქმე ტვინში. მადლობა ნიკუშ. არ გინდა და ხო მადლობა აქ მოსვლა. რატო არა, რატო? მე აი თქო დღეს რომ არ მთელი მინდოდა. ხმა არ მოგიღია და ისე იყავი. დაღლილი რაღაც- ვიყავი. ვარჯიშს მე. ვარჯიში ყოველდღე გაქვს. მაგრამ ისეთი დაღლილი ჯერ არ ყოფილიყარ. რაღაც ისე იყავი გამოწოხრებული. ხო, მოკლედ მადლობა რა. მადლობა შენ. და მადლობა შენ. ჩაო. ჩაო. არა, მომაწექი ძალიან შეპაროჭო. რაზე? ჰა? რაზე მოგაწექი? რა დებილი იყავი, ჩვეულებრივი ხმას არ იღებდი. რას არ ვიღებდი ხმას ახლა, ანუ რაზე უნდა მე? ანუ აი ენაზე უნდა მომეჭირა და გამომეძალა რაღაცები. ნუ მოჯექი მან თადექი.